ქართული ოცნება სხვა ოპონენტების განეიტრალებასაც ისევ ციხით აპირებს საუბარი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზეა, რომელიც დაჩქარებულად განიხილება. ოლიგარქის პრემიერი არ მალავს, რომ ჩანაფიქრი რაც შეიძლება მალე ყველა ოპოზიციონერი ლიდერის საპყრობილეში გამოკეტვა. უნდა გაუქმდეს მათი პარტიებიც. რატომ აკეთებს ამას ოლიგარქი? როგორც ჩანს, რეჟიმი სწორედ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაში ხედავს გამოსავალს, რომ გადაურჩეს აქციებს ქვეყნის შიგნით და სანქციებს დასავლელი პარტნიორებისგან. საქმე ისაა, რომ კობახიძის მუქარა დღეს სწორედ ამ ფორმულას მოჰყვა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ დაწერა. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება ოპოზიციონერების პასუხით პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. დავიწყოთ ნიკა გვარამიას კომენტარით, რომლის პოსტსაც მოჰყვა სწორედ გამოყენებიდან მალევე ირაკლი კობახიძის ეს მუქარა უფრო ზუსტად კი განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც პოლიტიკური მეთოდებით ვერ შეძლო ოპონენტების განეიტრალება, ახლა მათი თავიდან მოშორება მარტივად მათი ციხეში გაშვებით გადაწყვიტა. კობახიძე საკუთარ განცხადებაში არც ის დაუმალავს, რომ ამის მიზეზია ოპოზიციის სტრატეგია, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნის პროტესტის ორგანიზებას, ხოლო ქვეყნის გარეთ იმის მიღწევას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და პერსონალურად ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. ეს კი ნიკა გვარამიასთვის აჩვენებს იმას, რომ ეს სტრატეგია მუშაობს და რომ ქართული ოცნება შეშინებულია სწორედ აქციების და სანქციების საფრთხით. რეჟიმი აგონიაშია და მას სხვაგვარად მოქმედების თავისუფლება არც აქვს, გითხრა ეს დღეს კოალიციას სრულებისთვის ლიდერმა, თუმცა სხვა შემთხვევაში თუ მაგალითად ქართული ოცნების ჩანაფიქრია, რომ მან პოლიტიკური პატიმრებით დასავლეთთან ივაჭროს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ რეჟიმის ეს მცდელობაც აღმოჩნდება უშედეგო, რაც არაერთხელ აჩვენა დასავლელი პარტნიორების განცხადებამაც. თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ, ეს იყო მაგალითად სულ ბოლოს ქართული ოცნების მისამართით ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი. კი, ვიცით რომ დაჭერები იქნება, ჩვენი დაჭერები მათ შორის. მაგრამ თქვენც იცით რომ სანქციები იქნება. ჩვენ გავუძლებთ, თქვენ ვერ. აი ეს არის სხვაობა. ის რომ ოპოზიცია ლაპარაკს შეწყვეტს, პროტესტს შეწყვეტს, მუშაობას შეწყვეტს ოცნების ამ ქვეყნიდან გადასაშენებლად, პოლიტიკურად გადასაშენებლად, ეს აბსურდია. თუ ეს მოხდება, ეს ნიშნავს, რომ თავისი რეპრესიებით ოცნება მიაღწია საკუთარ ამოცანებს. ვერ მიაღწევს ოცნება საკუთარ ამოცანებს, ის მუდმივად უნდა იჯდეს ბომბზე, საერთაშორისო რეაქციის ბომბზე, პროტესტის ბომბზე. აი ხა ამოიღონ თუ უნდა სიტყვა ბომბი, ამოჭრან და ამის გამოც აღმიძრან საქმე. მე უკვე მიჩნდება, რომ ოცნებას აღარ შეუძლია რომ სხვანაირად მოიქცეს. ისეთ სპირალში შეიყვანა საკუთარი თავი, რომ უბრალოდ ვეღარ იქცევა სხვანაირად. ესე იცის ხოლმე ისტერიაში გადავარდნილმა რეჟიმებმა. ვაჭრობის გარდა მე არ მინახავს ქართულ ოცნებას რამე გაეკეთებიეს. ამაში რაციონალობა არ არის. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას შეგახსენებთ, ევროპა ლაპარაკობს მისი პირით, ეს ბაზარი არ არის რომ ივაჭრო. არა, ვაჭრობა არ იქნება ჩვენი თავისუფლებით. უნდა თქვათ ისიც, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაცხადებული გზავნილი, რომ ქართული ოცნების მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა, რასაც საბოტაჟის საქმის შესაბამისი შედეგით დასრულებით უნდა მიაღწიოს, არ წარმოადგენს სიახლეს ამ საქმის დაჩქარებამ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის თავისთავად გახადა ნათელი ის, რომ მიზანი იყო სწორედ რაც შეიძლება მალე საპყრობილეში მათი გამოკეტვა. ეს საფრთხე ლიდერების მათი ადვოკატების განცხადებით მოსაოდნელია, რომ უკვე სულ რამდენიმე კვირაში სექტემბრის დასაწყისამდეც კი განხორციელდეს, ანუ მოსაოდნელია, რომ საბოტაჟის საქმის ფარგლებში 8 ოპოზიციონერი ლიდერი მრავალი წლით აღმოჩნდეს საპატიმროში, მიესაჯოთ მათ მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამას გარდა კი კობახიძის განცხადებით გავიგეთ ისიც, რომ ძალაში რჩება პარტიების აკრძალვის განზრახვაც და ეს იმის მიუხედავად, თუ როგორია კონკრეტული პარტიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი, ანუ აპირებს თუ არა კონკრეტული პარტია ოცნების მიერ ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საერთო შეფასება ძირითადი გზავნილი ასეთია, რომ ქართული ოცნება ეს ადასტურებს ქართული ოცნების ეს მოქმედება ადასტურებს მის შიშს იმ სტრატეგიის მიმართ, რომელზეც ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილია შეთანხმებული, თუმცა სწორედ ამის გამო პარტიები ამ სტრატეგიაზე უარის თქმას არ განიხილავენ.
აქციები არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ბრძოლის გზა. ისევე როგორც იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიულ კურსზე, ან ადამიანების წამებაზე, მასობრივ ძალადობაზე, ადამიანის უფლების შედახვაზე, არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილი ასევე მიღებული დემოკრატიულ ქვეყნებში. ისაც კობახიძე ლაპარაკობს, მაგასაც ახორციელებენ, საუბარი იმაზე, რომ ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც 2024 წელს დაამარცხეს ეს რეჟიმი, ყველა ეს ადამიანი ძალიან მალე ერთ თვეში თუ ნახევარში აღმოჩნდება ან საპატიმროში, ან ქვეყნის გარეთ. ეს არის რეალობა, რომელიც ისაც დგას და უბრალოდ ახლა მის კონსტანტ ხელახლა დაფიქსირება მოახდინა დღეს კობახიძე. არ მეკвირს რომ იმ ფორმულას, რასაც დიდი ხანია ჩვენ ფედერალისტები ვსაუბრობთ, კონკრეტულად აქციას, სანქციას და ალტერნატივას, ანუ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას, ქვეყნის გარედან რეჟიმზე წნეხს და რაც მთავარია დემოკრატიული ალტერნატივის შექმნას, ნამდვილად აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამომთხრელი გავლენა და კიდევ ერთხელ, მაშინ როდესაც სამშობლო ბიძინა ივანიშვილია კობახიძისთვის სამშობლოს ღალატად ნამდვილად შეიძლება დაფორმულირდეს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ძირს გამოუთხრის. გასაგებია, რაც არის კობახიძის мотиваცია, რომ გააქროს განსხვავებული აზრი, ოპოზიცია დევნოს, ადამიანები დაიჭიროს ტროტუარზე დგომისთვის, ლიდერები ციხეში ჩასვას, რაღაც სასაცილო მტკიცებულებებით, თითქოს გიორგიმ სადღაც გაიღიმა და ის ნიშნავდა, რომ ძალადობის მომხრე იყო. არავინ არ აპირებს, რომ ბრძოლას შეწყვიტოს, გაგრძელდება მუშაობა ისე, როგორც მიგვაჩნია სწორად. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს მართლა საბოტაჟი, ხო ზამაში ჩადის ირაკლი კობახიძე და მისი ადმინისტრაცია. რაც შეეხება განცხადებას, მე არ ვარ დაინტერესებული სხვა ოპოზიციური ლიდერების განცხადებების კომენტირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო, დამოუკიდებელი დღის წესრიგი. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მოვისმინეთ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა EUTHOS რეზოლუცია მიიღო და ამტკიცა EUTHOS საპარლამენტო ასამბლეამ. ეს რეზოლუცია შეიცავდა მოწოდებას სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, იმისკენ, რომ ქართულ ოცნებას შეეწყვიტა ოპონენტების სამართლებრივი დევნა და ასევე უარი ეთქვა პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე. თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იძრე ოპოზიცია თავად არ ამბობს უარს პროტესტზე და ასევე იმაზე, რომ მიაღწიოს ივანიშვილის დასანქცირების მიზანს, მანამდე ქართული ოცნების ეს რეპრესიული განსწრაფების ძალაში რჩება.